აი მივაკერე ორივე მხარი, ნახეთ. მოკლედ ეს სირთულე იყო, რომ აქ ზუსტად რომ გაგვენაწილებია ეს თვლები, მართლა არ არის ადვილი. მოკლედ რიგები ზუსტად ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს, რომ ეს ყველაფერი კარგად გამოგივიდეთ. მე პლასტიკური ფირფიტა ჩავაფინე უკვე. აი ესე გამოიყურება ახლა ჩვენი ჩანთა. ახლა ცოტა ზემოდან შეიძლება კარგად ვერ აღიქვათ ეს ზემოდან ხედით, მაგრამ ესენი დავამაგრე მე რკინის რგოლები და ახლა მე მინდა გაჩვენოთ ამის დამაგრების წესი. აი დაახლოებით როგორც აქ მაქვს, ნახეთ, აი ეს ბოლო დიაგონალი რაც არის, აი მის ცოტა წინ და აქედან თუ გადმოთვლით 1 2 ესეთი ზოლები რო გაქვთ, ხო? აქაც ისე 1 2 ესეთი ხმა ზოლი, აი იმ ფარგლებში რომ მოახვედროთ. აი ეს ვფიქრობ რომ კარგი იყო. ხა თლათ აი აქ არ არის, ხო? ძალიან ვიწრო იქნება. აი ეს მეორე მხარეზე ხა გავაკეთებ და მე უკვე დაგვრჩება სახელური. აი ესე დაახლოებით მოკლე ძაფი დაგჭირდებათ. შეგიძლიათ ცოტა გრძელი აიღოთ, რომ მაინც არ დაგაკლდეთ და აი ესეთი შეიძლება ამის გატარება, მაგრამ საკმაოდ გამიჭირდა ამის გახსნა. ეს ნახეთ ესეთია. და თუ თქვენ გაქვთ აი ესეთი ჩამკეტი, ეს გაცილებით მარტივად შეიძლება ესე გაატარ, გამოატაროთ, მოკლედ არ არის პრობლემა. ეს ახლა არ იყო ეს მარტივად და ამიტომ აი დაახლოებით სად დავამაგრე. აი ეს. აი დაახლოებით აი აქ. ახლა ეს ძაფი, რაც გაქვთ, ერთი ბოლოდან ესე უკან ჩანთის უკან დაიკავეთ. ესე იგი ძირზე. ახლა აი აქ აი ამ ზოლთან ახლოს მქონდა, ხო? ესეთ სადღაც რამდენიმე თვალის შემდეგ. აი ეს. და აი პირველი ზოლი, მეორე ზოლი. აი ამათ გადაფარვა გამოვა. სადღაც აი აქ. ეხლა მე ნახეთ რას გავაკეთებ. ჯერ რგოლი არ მონაწილეობს, მაინც რგოლის ქვემოთ გამოვიტან. და ეხლა უყურეთ აი რგოლის უკვე შიგნით, ოღონდ ესე პარალელურად ზემოთ. აი ეს. შევედი. ეხლა აქ თქვენ ცოტა მოიტოვეთ ეს ძაფი ერთი ბოლო, ცოტა ისეთი თვათ მოკლეს დატოვებთ, იმიტომ რომ კიდე დაგჭირდება რომ ჩავამაგროთ იქ. და ეს მეორე ცოტა გრძელი ბოლო, აი ეს სამუშაო ძაფი გამოიტანეთ, ეს თითქოს თვალია. აი თვალი ამოვიყვანე. მოგაჩეთ ახლა კარგად. ესე. და ახლა რას ვაკეთებთ? ახლა გადადიხართ. ესეც მოგაჩოთ. ახლა გადავდივართ მეორე. ანუ აქედან ნახეთ, ისე რგოლში ცოტა მოშორდით. აბა ვნახოთ აქ რამდენზე მოვიშორდი, აი. ახობით 1 2 თვალია, მე მგონი გამოტოვებული აი ამათ შორის. ჩამაგრებებს შორის. აქ. მე მგონი ერთით გადავედი, ისე მახსოვს და აქაც ესე გავაკეთოთ. ესე. ეს თითქოს თავისუფალი თვალი გავაკეთე. და ეხლა აქაც ნახეთ, ჩავალ ძირში. ხო, ცოტა გვერდით. ხედავთ? აი ესე და ისევ ამ სამუშაო ძაფს აი თითზე რომ აქ დახვეული ეს გრძელი ბოლო აქ გამოვიტან. აი ეს. და აქეთ ცოტა კიდევ წინ წავიწიე, უკვე რგოლში, აი ეს. ამოვიტან. ახლა ეს მოგაჩეთ მეორე ბოლოც. და მორჩა ფაქტიურად. აქ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გააკეთოთ ესეთი კვანძის. წინ წავიწიე კიდე ცოტა და აი ეს გამოიტანეთ. მორჩა ეს არის სულ. აი ესეთი. ჩავხედოთ. ესე გამოიყურება, აქედან ესე გამოიყურება. ეხლა ეს ძაფის ბოლო გავიტანოთ. მივაქსოვე ფაქტიურად ეს ჩვენი რგოლი. აი ესეთია. ხა ცოტა კარგად მოჭიმეთ. ორივე ბოლო მოჭიმეთ. ეხლა აი ეს ბოლო თავიდან რომ დაიწყეთ, ხო? ეს კიდევ ერთხელ მინდა რა გავაკეთო აქ. ხეთ? აი აქ
თქვენი თვალი, ის რაც აქვს ხო პირველი. აი აქ გამოიტანეთ და კიდევ ერთხელ უკან გაიტანეთ. ოღონდ იგივე თვალში ნუ გაიტანთ ხო ცოტა მოშორდით. აი ეს. მორჩა აქ შეგიძლიათ კვანძი გააკეთოთ. აი ესე და დამალოთ ძაფებს შორის ეს ძაფის ბოლოები. იგივე უნდა გააკეთოთ მეორე მხარეზეც. ესეთი გრძელი ძაფები არ გვჭირდება. და აქეთაც იგივე, ზუსტად იგივე წესით გააკეთებთ. აქ უბრალოდ რატომღაც მეჩვენება რომ ძალიან ერთი თვალი გაწელილია, მეორე არც ისე. მოგეთ? კარგი. აი ეს თავისი რგოლები, ნახეთ, ყველაფერი ასე მზად არის და ეხლა თუ ხედავთ უკვე მე მივაქსოვე და ესე დავწანი აი ეს ნაწნავი, რომელიც ნახეთ როგორ არის დამაგრებული. ხა გაჩვენებთ ესე როგორ უნდა გააკეთოთ თქვენც ესე. აქ ხედავთ ცოტა ძაფების დაგროვება, აქ უფრო ნაკლები. ეს ხლა ამას მიხვდებით რატომ არის, მაგრამ მაინც ესე ჯობია რომ გააკეთოთ, შეუმჩნეველია და ფაქტიურად ესეთი გრძელიც არის, რომ ხარზე შეიძლება რომ გადაიკიდოს. აი ეს, ეხლა მე გეტყვით. ეხლა ჩვენ დაგვჭირდება დაახლოებით რო გითხრათ, აი ესეთი გრძელი ძაფები სიგრძით სულ დაგჭირდებათ, ნახეთ, ეხლა აქ თუ შეხედავთ, მე უბრალოდ ორ-ორჯერ რო გავკეთე ხოლმე, თორე ეს მაინც უნდა გავჭრათ ყველა შემთხვევაში. უბრალოდ თქვენ დაგჭირდებათ, ეხლა თუ გადათვლით წვერებს, 6 წვერია, ხო, სულ 1 2 3 4 5 6 წვერი არის სიგრძით. რაღაც 170 სანტიმეტრი გჭირდებათ, მიახლოებით. აი ესეთი ძაფები. ეხლა ბოლოები, სადაც მე უბრალოდ ერთბაშად ვახვევდი და აი ბოლოები არის გასაჭრელი აუცილებლად. ეს უნდა გავჭრათ ბოლოები. ხა ერთბაშად ხედავთ ხო, ერთი ბოლო აქვს და მეორე ბოლო. დანარჩენი ესე ვახვია, რომ ერთი სიგრძე უკვე გეხმარებათ, რომ დანარჩენი სიგრძეებით ასე იგი მიაზომოთ ხო ერთი ძაფი მეორეს. აი ესე გაჭერით, ესე იგი გაქვთ 6 ცალი მეტრა და 70 მიახლოებით. აქ ცოტა ერთი რამოდენიმე სანტიმეტრი არ არის პრობლემა, რომ განსხვავებული გამოგივიდეთ. და ეხლა თქვენ ეს 6 წვერი ძაფი უნდა გაატაროთ. აი ეხლა ერთი მხარე უკვე გავაკეთე, ეხლა მეორე მხარეს გავაკეთებ. აი ავიღოთ აი ამ რგოლში გავატაროთ ეს 6 წვერი. ეხლა ეს მოიკეცება, ხო? ანუ გაორკეცდება ფაქტიურად. და ისე გააკეთეთ, რომ ზუსტად ბოლოები შეაერთეთ, ჯობია, ხო? რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ სიგრძეები ამ ძაფების. აი მიახლოებით და ესე და ესე გაწელეთ, აი ესე. ეხლა სანამ ჩვენ დაწვნას დავიწყებთ, აქ გვინდა გავაკეთოთ აი ესეთი ესეთი ბახრამას თავს რო უკეთებთ ხოლმე, ზუსტად ისეთი რაღაცა. ამიტომ აქ კიდევ დაგჭირდებათ ძაფი დაახლოებით 20-30 სანტიმეტრი. გრძელი ძაფი მაინდა-მაინც არ არის საჭირო. და როგორც ვაკეთებთ ხოლმე ბახრამას, ხო? შეიძლება ესეც შეიძლება, ისეც შეიძლება, სხვადასხვანაირად. აი ესე მე ესე ვაკეთებ ხოლმე. გონი ჩანს, ხო? აი ესე. ნახეთ? ეს მოკეცეთ, ეს მოკლე ძაფი, ეს გავაორკეცეთ, ხო? ესე გაკეცილი გვაქვს ორად და ცენტრალური ნაწილია, ხო? ამ გრძელი ძაფების. აი ესე მოკეცეთ ეს. ნახეთ? აი პატარა ბოლო დარჩეს. და ეხლა აი ესე მიიღევით და აქ გარკვეული რაოდენობა ნახეთ, აი აქ რა სიგრძე ისიც არის, ხო? დაშორება. აი აქედან თითქოს ქვემოთ ჩადიხართ. აი ესე უნდა გავაკეთოთ ეხლა დახვევა. დაახლოებით 10 ხვია გავაკეთე მე და თქვენც ესე 1 2 ქვემოთ წაყევით 3 4 5 მოსასურველია მჭიდროთ იყოს აი ესე მიაწექით თუ თავის დარჩაჭდა მაინდა-მაინც კარგად.
6 7 8 9 და 10. აი ესე 10 ხვია. და ეს რა თქმა უნდა ის რომ მოუხარეთ ხო ეს ისეთი სიგრძით უნდა მოხაროთ რომ აი არ გაცდეთ ან სულ არ დამალოთ ეს იმიტომ რომ ეხლა აქ უნდა გავატაროთ ეს ძაფის ბოლო აი რაც დავახვიეთ ხო აი ესე და აი ეს პატარა ბოლო მოკაჩეთ ეხლა შეიტანეთ აი შეიმალა აი ეს ადგილი სადაც ის ყულფი იყო აი ეს აი ესე ეხლა ორივე მხარე შეგიძლიათ მოჭრათ აი ამ ძაფის აი ეს არ მოჭრათ ხო შემთხვევით ეს რა ძაფითაც გავაკეთე ხვიები აქედანაც მოჭერით და ზემოდანაც მოჭერით ისე რომ შეუმჩნევლად იყოს ხო აი ეს დავამაგრეთ ეხლა უნდა დავწნათ აქ ეხლა ხვდებით რომ რახან 6 ძაფი მქონდა გავავარკეცე 12 წვერი მაქვს ეხლა მესულ ეს 12 წვერი ჩვენ ისე უნდა გავანაწილოთ რომ მივიღოთ 4 ხო 3 ნაწნავი რო იყოს ხო 3 თითქოს გამომავალი ეს 4 ერთად ბოლომდე გახსენით რომ მე დაწნისას არ შეგიშალოთ ამ ხელი ბოლომდე აი ესე 4 შემდეგ კიდევ 4 და კიდევ 4 ესენი ერთმანეთს არ უნდა უშლიდნენ ბოლოები გახსენით კარგად ახლა მეც აი ესე გავხსენით ცალ-ცალკე აი ესე ყველა ცალ-ცალკეა და ეხლა ჩვეულები როგორც ნაწლავს აკეთებთ ხო როცნით თმებს აი ესე დაწანით ლამაზად სიგრძეც აი თქვენზეა დამოკიდებული ახლა მე კი შემიძლია გითხრათ მე რა სიგრძე გავაკეთე ხო მოდით გეტყვით და მე თქვენც ესე მიყევით დაწანით და ბოლოს აი უკვე დამაგრევა არის კიდე მნიშვნელოვანი რა ესეთივე ლამაზი დამაგრევა იყოს კარგი და ესე ახლა მე როგორც წნი ესე გაყვებით მოდით გეტყვით სიგრძეს მე როგორი სიგრძე გავაკეთე აი აქედან თუ ავიღებ აი პირდაპირ რგოლიდან ხო რგოლიდან მაქვს სასურველია რომ ერთნაირი იყოს ხო ორივე სახელური და ამიტომ ეს მნიშვნელოვანია რგოლიდან აი რგოლამდე მეორე რგოლამდე არის 50 სანტიმეტრია აი ეს მე ჩემთვის ეს კარგი ზომა იყო და ამიტომ ესე ავირჩიე კარგით ეხლა დავწნავ და ბოლოს აი მიმაგრებას და ლამაზად დასრულებას გაჩვენებთ აი ესე ეხლა მე ნახეთ აი მივახლოვდი ფაქტობრივად ეხლა 50 სანტიმეტრი არ დავწან იმიტომ რომ გახსოვთ რომ აი აქაც რაღაც მანძილი გვჭირდება რომელიც იქნება აი მისამაგრებელი ამიტომ ეს ჯამში უნდა იყოს ნახეთ აი როგორ შეგიძლიათ აი ესე დააზომეთ აი ეს ყველაზე კარგი მეთოდია თან დაკიდეთ, იმიტომ რომ იწელება ცოტა და აი მიახლოვებით ახლა მე უკვე აი აქ ნახეთ სად მოვედი, აი აქ ვარ. იმიტომ რომ ეს კიდევ გასაკეთებელია ეს ჯამში, სხვა 50 უნდა გამოვიდეს. კარგია თუ მაქსიმალურად მიუახლოვდებით. ზომები რომ ერთნაირი იყოს, თორე გადაკიდებისას შეიძლება ჩამოვარდეს ხოლმე ერთი მხარე, ხო? კარგით, ახლა ნახეთ, აი ეს ერთად მიკავია და ეხლა აქ მე აი ესე წავიღებ ამ ძაფებს ყველას ერთად და ეხლა აი სიგრძე რაც გინდათ აი ეს თქვათ აი ეს ასეთი ანაი ნუ ნებისმიერ ადგილას აი რაღაც 2 სანტიმეტრი ალბათ 3 ესე დაახლოებით აი ეს აი ესე დაიკავეთ აი ეს სიგრძე ოღონდ აქ მე მაინც მინდა რომ ესენი ესე ძალიან გაშლი არ იყოს აქ უფრო ნაკლები რაოდენობა ძაფების ქონდა ხო და ამიტომ აქაც ისეთი ის რო იყოს თითქოს არ არის ბევრი ძაფები ერთმანეთზე ჯობია გადაალაგოთ და ვიწროვე იყოს ესე ზემოთ აი ეს მიახლოვებით აი ეს ეხლა ასევე გჭირდებათ აი ესეთი ძაფი რომელიც ან ცალკე მოჭრილი ძაფი ცოტა მოკლე
რომელიც გავაკეთე თავში, აი ისეთივე ზუსტად, ისეთივე წესით. აი ესე, დაიკავეთ, ოღონდ ცოტა ეს გააკეთეთ საკმაოდ. აი სადაც მთავრდება ნაზნავი, იქამდე რომ მიყოს ჩასული ეს ყულფი ესეთი, ხო? და ეს ცოტა ისეთი მოითხოს ახლა ხელმარჯვეობას, რომ თან კოხტად გამოგივიდეთ. ეს მოჭიმული უნდა იყოს აქ, რომ ეს ძაფები ყველაფერი კარგად ჩაჯდეს ერთმანეთთან. კარგით, და დავიწყეთ ახლა დახვევა. აი ამ ძაფის, აი აქ ცოტა ადგილი დატოვეთ და ისე დაახლოებით 10 ხვია ისევ ქვემოთ ჩავიდეთ. აი ესე. ერთი 2 3 ჭიდროთ ისე მოუჭირეთ თან 4 5 6 7 8 9 და კიდევ ერთი 10. აი ფაქტიურად ეს არის. აქ ცოტა კი დამრჩა ნახეთ. არ ვიცი ეს თუ ასლა აღარ გამოვა მე მგონი უკვე. ეს იყო უკან რატომღაც წინ მოხდა, მაგრამ ეს გაასწორეთ ნახეთ. აი ერთნაირად რომ მოდიოდეს ახლა აი ესე მოდის ხო აქედან და აი ესე მოდის. აი ეს არის ამის ორიენტირება სწორი, მაგრამ რატომღაც შემოტრიალებული მეჩვენება. ხომ უჭერდი ისეთნაირად რომ ესე შემოტრიალდა. კარგით, ეს მოუჭიროთ, ესენი უკან უნდა იყვნენ ეს ძაფები და ეს თქვენი აი ეს ყულფი აქ უნდა გავატაროთ, ხო, ეს რომ ძაფი რომელიც დავახვიეთ ახლა. აი ესე. და ეს ბოლო მუქაჩეთ პატარა ბოლო. აი შეიტანეთ შიგნით. მორჩა, სულ ეს არის. ეხლა ნახეთ, ამას მოუჭრი, როგორც თავში აი აქ გავაკეთე, ხო? აქეთ ეს გრძელი ძაფი ახლა შეერია ამათ, მაგრამ ეს ყველანი ერთბაშად უნდა მოუჭერათ მაინც. უბრალოდ ისე გააკეთეთ, ცალ-ცალკე მოჭერით, რომ რამე ისეთი საჭირო ძაფიც არ მიაყოლოთ, ხო? აი ეს ცოტას თუ მოჭერთ, უფრო უსაფრთხოდ კარგად გამოგივათ. და ეს სასურველი რომ უკან იყოს და არა წინ. წინა მხარე უფრო ისეთია საჩვენებელი, ხო, ლამაზად იყოს ყველაფერი. აი ორ-ორად სამ-სამად ესე ნაწილ მოჭერით. აი ესე. ფაქტიურად ეს არის. ნაწილ ჯობია ისევ, ესე და ესე მორჩა. აი ეს არის თქვენი აი ეს სახელურის მეორე ბოლო. დავაზომოთ იმედი რომ კი, კარგად არის. არ არის დიდი ის განსხვავება, კარგად არის. კარგით, ეხლა რაც შეეხება ელვას ფიქრობ რომ ელვა შეიძლება რა თქმა უნდა ჩავდგათ ნახეთ ზუსტად კარგად ჩდება უბრალოდ გაითვალისწინეთ რომ ეს ელვა აი ეს რაც შიგნით ჩადის ეს ქვემოთ უნდა მოხდეს ისედაც ნახეთ ესე თუ შეხედავთ ცოტა ხედავთ ხო ესენი კიდეები აი წინა და უკანა მხარის უფრო ზემოთ არის ვიდრე ეს სპეციალურად ესე არის საჭირო აქაც ესე ნახეთ აი ეს ესენი უფრო ზემოთ არიან ვიდრე ეს და აი ამას როცა მივაკერებ ხო ეხა აღარ მინდა რომ აქ ეს ვიდეო ამაზეც გავაკეთო აი ესე პირდაპირ ნახეთ აი ესე მიეკერება ოღონდ ჯერ მოაზომეთ რომ მაქსიმალურად ცენტრში ესე ხო აი ესე მიეკერება ერთ მხარეს მერე გახსნით ამ ელვას და მიაკერებთ მეორე მხარეზეც აი ესე და მეორე მხარეს აქ უკვე მიკერებული იქნება ეს მხარე ხო მიაკერებთ მეორე მხარეზეც აი აქვე აქ ხა გაითვალისწინეთ ესე ზოლად შეიძლება არ დაგიჯდეთ ისე გააკეთეთ რომ ზემოთ არ ამოხვიდეთ ხო ანუ
იყოს ხაზზე ზუსტად, აი ესე უნდა მიაკეროთ. მოკლედ, აი ეს არის ახლა ჩასადგმელი, მე ამას აღარ გავაკეთებ. მაგრამ გაითვალისწინეთ, აი ეს ადგილები რჩება ამის ქვემოთ, ელვის ქვემოთ. ანუ თქვენ აი ამ ცოტა ზემოთ რომ არის ამოსული, იმ ნაწილებზე აკერებთ. შეიძლება ვთქვათ, უბრალოდ ერთი, აი აქ, ესეთი მაგნიტური ჩამკეტის შიგნით, ესე იგი, ამ ადგილებში, ხო, მიკერება და ესეც ძალიან კარგად დაიკავებს. ნახეთ რა ლამაზია. ძალიან ლამაზი ჩანთა ნამდვილად. ეხლა ეს ჩემი კრემის ფერია, ცოტა ესეთი და აი თეთრი ფერის ძალიან ლამაზი ესეთ გამოსასვლელი ჩანთა იქნება. მოკლედ, იმედია თქვენ თვითონ უკვე გააკეთებთ დანარჩენს, ანუ ან მაგნიტური ჩამკეტი გავუკეთეთ, ან ელვა ჩაუდგით და შეიძლება რა თქმა უნდა დეკორაციისთვის აქ გარკვეული რაღაც ისეთი დეტალის დამატება. მე ახლა არ მინდა ესე მირჩევნია, ძალიან ლამაზია ესეც. აი სხვა შორის ესე ჩამოგდებული, ნახეთ, აი ესე რომ დადებთ, ესეც ძალიან ლამაზია. ორი მხარეს ესე. მოკლედ ძალიან კარგი ჩანთა არის. წარმატებებს გისურვებთ, აუცილებლად ცადეთ. ნახვამდის.